Какие предельные Для конкретного ლაპარაკობთ რა ითვლება მშობიარობის შემდგომ სიხდენა? თუ ფიზიოლოგიური მშობიარობაზეა ლაპარაკი 500 მილლილიტრზე მეტი დანაკარგი უკვე ითვლება სიხდენა. საკითხის შემთხვევაში 100 მილლილიტრზე მეტი. არა. მაშინ მოდით ასეთი თეორია შემოგიტანოთ, რომ თუ ხალხმა დაკარგა რაღაცა პროცენტი მისი წონიდან, რა პროცენტი? გასაშვები არის 50%. რა, 50%. ნუ თუ იწონის 60 კილოს 300 მილილიტრის დაკარგვა შეუძლია. 0.5%, მაგრამ რომელია სწორი ერთი იძახით 500, მეორე 0.5%. არა, მე მაპატი, ამისათვის არის ერთიანი მიდგომა. კლასიფიკაცია რო იცოდე რა დიაგნოზი გაქვს, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მე მაგალითად ასე ვთვლი ზურაბის სხვანაირად ის სხვა საკითხებს მე სხვა გამოდის ტრილოვის იგარ არაკი. არ შეიძლება ასე, ამიტომ არის ძალიან მაღალი სიკვდილობა. მოდი დავიწყოთ, აი მშობიარობის შემდეგი სისხლდენის დედების სიკვდილობა მსოფლიოში მნიშვნელოვან განსხვავდება. რაც დამოკიდებულია როგორც რუსული ქალების ზოგაჯანმრთელობაზე, ასევე მშობიარის შემდგომი სისხლდენის ყურადღებასთან ხელმისაწვდომ რესურსებზე. აქ ალბათ არაფერი არ არის გაუგებარი. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს თემა ხელმისაწვდომი რესურსები. ხალხი ონკოლოგიას ხსნის და სისხლის გადასხმის სადგური არა. ნორმალურია ეს, მე მგონი არა, ხო? ამიტომ რესურსი თუ არა გაქვს, არ უნდა მოკიდო ხელი, არ უნდა გააკეთო. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეს რესურსები ძალიან ბევრია. ამაში თქვენ დაწუნდებით კლინიკური მაგალითის საფუძველზე. გავაგრძელოთ. რესურსებში მე მგონი არ ვეკამათებით, ხო? სიკვდილობის მაჩვენებელი მერყეობს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მქონე პაციენტების დაახლოებით 0.01%-ში. მაგრამ ეს მაჩვენებელი არის United Kingdom, ანუ გაერთიანებულ სამეფოში. ხოლო შემდგომი სისხლდენის მქონე პაციენტების 20%-მდე აფრიკის ზოგიერთ ნაწილში და 100,000 დაბადებულიდან 1-მდე დიდ ბრიტანეთში. რესურსებით ღარიბ რეგიონებში დაბადებიდან 1-მდე. ცუდი კვების ან მალარიის გამო ანემიის მქონე ქალები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მძიმე შედეგების მიმართ. ნუ გონიათ, რომ ეს მარტო აფრიკაშია და აფრიკასაც ნუ ავიგებთ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თითქმის ნახევარი აფრიკა მაღოლი და ვიცი იქაური მედიცინა საკმაოდ მაღალი დონეა. თუ თქვენ ჩემი ნათქვამი არ გაინტერესებდა, ავიღოთ კალიფორნიის მაგალითი. ახლა ვერანაირ შემომედავება, რომ კალიფორნია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შტატია. კალიფორნიაში ორსულებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მიმოხილვამ აჩვენა, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე სამიანო სისხლდენი გამოწვეული ყველა სიკვდილობის 63% თავიდან აცილებადი იყო. ჯერავთ ამ ციფრს. მგონი უნდა დავიჯეროთ. სიკვდილობის მაჩვენებელი მიზეზების მიხედვით განსხვავდებოდა. ექიმის დაწესებულების და სისტემის დონეზე ხელშემწყობი ფაქტორების შემთხვევათა 99%-ში დაფიქსირდა. წარმოიდგინეთ ჩვენი კოლეგების შეცდომების გამო და მოიცავდა შემთხვევათა 78%-ს. დაგვიანებული რეაგირებას და
ესკალაციას შემთხვევათა 72%-ში, დაგვიანებულ ამოცნობას და შემთხვევათა 53%-ში არასაკმარისი სისხლის პროდუქტების გამოყენებას. რა შეცდომები და რა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ? პირველი, ეს არის რესურსი. ხო, ასია. მეორე, გუნდური პრინციპი. არ დაგვიანება. ამიტომ მეც და შორენამაც უნდა კარგად ვიცოდეთ რა არის სისტემა, რომელი კატეგორია, რა დონეზეა და რა გავაკეთოთ. მესამე ეს არის დაგვიანება. დაგვიანება მიანობაში არ შეიძლება. ყოველთვის ვამბობდით და ვამბობ და მინდა გთხოვოთ, წიროვად გვამბობდა რომ ცუდია ის ექიმი, ვინც ერთი ნაბიჯით არ უსწრებს დიაგნოზს. თუ ასეთი პრინციპით არ იმუშავებთ, ყოველთვის გაქცეულ მატარებელს უნდა დაეციოთ და ეს ყოველთვის რთულია. იმიტომ რომ PPH-ი იწვევს რას? არა მარტო ანემიას, არამედ მილიონ გართულებებს, რომელზედაც შემდეგ ჩვენ ვილაპარაკეთ და რომელია უკეთესი პრევენცია გავაკეთოთ თუ შემდეგ აქციულ მატარებელს დავეწოთ. რა თქმა უნდა და ამას ეს კალიფორნიის მაგალითიც მეტყველებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მაპატიოთ უამრავი მასალა მინდოდა დამემატებია, მაგრამ შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით 180 სლაიდია, როდის მოვასწრებ მე არ ვიცი. მაგრამ მინდა ბოლო წინადადებას მიაქციოთ ყურადღება. დედის მძიმე ავადობა. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც უკვე რუსულად კარგადჟე კოკოლა პაწერი. ანუ დედის სიცოცხლესის საშიში მდგომარეობა. არის დაკავშირებული მშობიარობასთან, ჰოსპიტალიზაციის დროს ხდება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად მშობიარობის შემდგომი სისხლის დენის დროს სისხლის გადასხმის დის გამო. ახლა ნუ გონიათ, შემდეგ სლაიდში იქნება სისხლის დენა ცუდია. მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ უყურეთ აქ გვაქვს 3 რუდი. ეს არის გართულებები, პირველი წითელი, რომელიც არის სისხლის დენის შემდეგ, PPH-ის შემდეგ, სისხლის გადასხმის შემდეგ, რამხელა ციფრია გართულების, ხედავთ? მეორე, ლურჯი ფერის, სისხლის გადასხმის და მესამე, ყველაზე დაბალი, როდესაც არ ესწრება სისხლი. პარადოქსია, მე მგონი, გონია, რომ სისხლის გადასხმა ცუდია. ხედავთ, დეფინიცია წითელი, სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული დედის მძიმე ავადობის საერთო სიხშირე. ჯერ ერთი ბატონი ზურაბი არის ჩვენი ტრანსფუზიოლოგი, ჩემი მეგობარი ანესთეზიოლოგი და სისხლის გადასხმა თლად უნებელი მანიპულაცია არ არის. ჩემი დამოკიდებულება სულეულები იცოდე ლუიზა ჩვენებს და თეატრიდა რომ იცოდე. იოგოველები აბსოლუტურად სწორი არიან, რომ არის ამას სისხლი. და რატო? იმიტომ რომ იციან, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მხოლოდ 4 ინფექციაზე იკვლევა რეციპიენტის სისხლი. ანუ მე ისე შეიძლება დაავადე თუ არ დონორი, მაპატიეთ რეციპიენტის დონორი. ვერ ვკრავი. ამერიკაში 12 ინფექციაზე, ანუ 8 ინფექცია რჩება ჰაერში. რა ინფექციები თუგინე ჩემარა არგიდა. ანუ სისხლის გადასხმა თვითონ პრობლემაა, მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ თქვენ იცით, რომ სისხლის გადასხმას ყველა ხო არ ხდება. ანუ გართულება ხდება ან ჰემოლიზია, ან დაგვიანებული. უფრო ხშირად კი ეს ბოლო არის, დაგვიანებული სისხლი. ეს რაზე მეტყველებს?
როსტატი არის მომზადებული. ამაში მე თქვენ დაგარწმუნებს ძალიან იოლად. რა მინდა გითხრათ? შემოვიტანე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში რა არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები და იცით თქვენ რო კოხრენის ბიბლიოთეკა მხოლოდ ამაზე მუშაობს და ჩემებმა იციან, მაგრამ მე მაინც უნდა გავიმეორო, რომ დღეისათვის უამრავი საშუალება არის CPH-ის გასაჩერებლად. რა გვაქვს ჩვენ მიდირა? პირველს რა ვსმაროთ? არა, მაზი ბებია ჩემი დროინდელი არა. ბაკრის ბალონი. ფირმა კუკის გამოშვებული. სამწუხაროდ ჩვენ მოვიტანე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრინციპი რა არის ბაკრის ბალონის? როდესაც არის საშუალებას ატომია და ხალი კარგავს ის შეყავს ეს ბალონი საშუალებას და შემდეგ დაახლოებით 200-დან 400-500 მილილიტრი სითხე შეყავს. ანუ ეს ბალონი იბერება, ზევიდან ზეწოლას აკეთებს, ხდება კომპრესია და სისხლიდანაც ჩერდება. დაახლოებით 1 ჯერ გამოყენებული და ერთხელ იყო მხოლოდ როდესაც არ მოგვცა ეფექტი და დაგჭირდა გამეორებითი ოპერაცია. მაგრამ მე არ ვიცოდი და მხოლოდ ივლისში წავიკითხე ეს და შევიტანე არსებობს მეორე საშუალება თუ გინდა ეს არის საშუალოსნოში ვაკუუმის გამოყენება. ანუ ეს საწვა, რომელიც ისევე როგორც ვაკუუმის ბალონი შეყავს საშუალოსნოში, შემდეგ იქნება ვაკუუმის დღეისათვის არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები, რომელი მეთოდი ჯობია, პირველი თუ მეორე. იმიტომ რომ ახალი შემოღებულია ეს და მაგრამ ორივეს აქვს უპირატესობა თუ გაქვს რომელიმე უნდა გამოიყენო და ჩვენ ვიყენებთ და ღმერთმა გამოგვაყენებიოს, იმიტომ რომ ყოველთვის მდგომარეობა პრინციპებს ცოტა მოგვიანებით გაჩვენებ და კიდევ ერთი შუაში არის, ეს არის ჭიკლარის დაგვიანებული გადაჭრა ნაადრევი მშობიარობის დროს. ესეც სტატისტიკურად დამტკიცებულია და გვეუბნებიან, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს ნაადრევი მშობიარობის დროს ჭიკლარის მარხოჟის გადაჭრას ცოტა მოგვიანებით, ანუ მის გადავადებაც 37 კვირაზე ნაკლები ასაკის ჭიკლარის გადაჭრის გადადებისა და დაუყოვნებლივი გადაჭრის რანდომიზირებული კვლევებიდან მონაწილეთა მონაცემების ერთგვარ მეტაანალიზში ჭიკლარის გადაჭრა 33-ზე მეტი კვადრი გადავადება, შეამცირა ჩვილის სიკვდილიანობა 6%-მდე 8%-ის წინააღმდეგ. კომპანიური სერის მეტაანალიზში, რომელიც აფასებდა დაგვიანებით დაუყოვნებლივ გადაჭრასთან შედარებით, შემცირება ასევე დაფიქსირდა 15-დან 120 წამამდე დაგვიანებამდე, მაგრამ ეს სტატისტიკური მნიშვნელოვანი არ იყო. ნაადრევი მშობიარობისათვის, რომლებიც არ საჭიროებენ რეანიმაციას, ჩვენ ვირჩევთ ჭიკლარის გადაჭრის გადადებას დაუყოვნებლივი გადაჭრის დასვა. ჭიკლარის გადაჭრის გადადებას გაჩვენებთ მინიმუმ 30-60 წამით, რაც რადგან პაციენტიდან ნაყოფის გადასვლისათვის ხელის ასწვრის სისხლის დაახლოებით 75% გადაისხება დაბადებიდან პირველ წუთში. ანუ მნიშვნელოვნად კლებულობს ბავშვის რაოდენობა და ამიტომ აი ეს სამი ბოლო მონაცემი ძალიან ხშირ დაიმახსოვრე. აი ეს არის ბაკრის ბალონი, მოდით ამაზე მოღა გავჩერდებით.
ჩვენე მაიციან კარგად ძალიან ძვირი დღეს ისე ორი ქონდა ახლა ერთი გვაქვს უხმარი ერთი ისე ზაპასად ნახმარი ერთადერთი ცუდი რა ბაკრის ბალონს რომ წნევა ესე იგი გადადის არქიდან მოცულობა საშუალოს ნოსიზდება თუმცა სისხლისდენას კარგად აჩერებს განსხვავებით შემდეგი სლაიდისა ეს არის ჯადა GADA სისტემა რომელიც ხედავთ შედის აი ეს უკეთეს დახურვას ხელს რაც უნდა დიდი იყოს და აქ უბრალოდ წნევა ანუ საშუალოს მოცულობა კლებულობს და სისხლისდენას ამ შემთხვევაში ნაკლებია რა თქმა უნდა ასეთი ერთი შედარებით ეს ბოლო ჯობია მე არა მაქვს ამის გამოცდილება და დღეს არც ლიტერატურაში არ არის სტატისტიკაზე დაფუძნებული მონაცემები. რას განვიხილავთ ჩვენ საერთოდ ამ სამი დღის განმავლობაში? გადაუდგენელი სამიანო მდგომარეობის გუნდური მართვა, ეს არის მძიმე პრეეკლამსია, ეკლამსიის გუნდური მართვა, ანესტეზია, პრეეკლამსია, ეკლამსიის დროს, მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის გუნდური მართვა, ანესტეზია ურსულობის მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის დროს, ემბოლია სანაყოფო სიტყვის გუნდური მართვა და ორცულთა ძლიერი პირღებინება. თუ მოასწარეთ, არ ვიცით, როგორ მოასწრეთ, მე არ ვიცი დაახლოებით არის 800-ს რაი. მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა PPH პრობლემის აქტუალობა. რა არის მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა? პირველი ეს არის გადაუდებელი სიცოცხლისათვის საშიში სამიანო მდგომარეობა. ყოველთვის, როდესაც გვაქვს PPH, ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ხალი შეიძლება გარდაიცვალოს. მეორე ეს არის მონაცემი, რომელიც გვეუბნება, რომ მსოფლიოში დედის სიკვდილობის 5 ძირითადი მიზეზთაგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირ მიზეზს როგორც დაბა, ასევე მაღალ განვითარებულ ქვეყნებში არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. არა, კარგად ვხედავ, მადლობა. როგორ არის მისი გავრცელების სიხშირე, რა რაოდენობით ხდება, როდის ხდება? PPH-ის გავრცელების სიხშირე ვარირებს დიაგნოსტიკური კრიტერიუმის შესაბამისად. ზოგისათვის ლიტრა ნახევარი, 2 ლიტრა დანაკარგი მე რაშუაში არ არის ასე კარგი, ჩემო კარგიო. დაახლოებით 1-3%-ში სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით ხდება ეს გასვლება. მშობიარობათა 10%-ში სისხლის დანაკარგით განსაზღვრული იყო რაოდენობრივად. არც ისე მარტივი საქმეა. ამაზე ვილაპარაკეთ შემდეგ და დამერწმუნეთ, რომ არქივ გარკვეულ პასუხს ვერცერთი ვერ გამწევს. როგორ უნდა დავითვალოთ დაკარგული სისხლის რაოდენობა? მძიმე PPH-ის გავრცელების სიხშირე 17%-ია. ანუ 100-დან 17 ქალი პოტენციურად შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ მძიმედან ან გამოიყვან, ან არ გამოიყვან. შემდეგ PPH-ში გამოწვეული დედათა სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ერთი შემთხვევა ყველა 100,000 მშობიარობს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 0,6%. საკმაოდ დაბალია. მაგრამ დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ერთი შემთხვევა 1000 მშობიარობაზე, მაგალითად 20% აფრიკის კონტინენტში. ისტორიული დეფინიცია რა არის?
ეს კონდა თქვენ კითხვებში არსებობს პირველადი PPH-ი და მეორადი PPH-ი. განსხვავება ალბათ არ იცოდით და მე გეტყვით. თუ სისხლის დენა არის აღმოჩენილი პირველი 24 საათის განმავლობაში ეს არის პირველადი თუ არის 24-დან საათი და 12 კვირის განმავლობაში ეს არის მეორადი PPH. ანუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში გვიანი სისხლის დენა კი არ გაწეროთ დიაგნოზში, არამედ მეორადი სისხლის დენა. გასაგებია, რომ ერთად ვიმეთქველოთ, ერთმანეთად, რომ ჩვენ გავიგოთ ერთმანეთის. გამიგეთ თუ არა? მედაზგეფიცები 700 იყო მეტი არა. არ არის მაგი ნორმალური რა. მაგრამ დღეისათვის მაინც არ არის კონსენსუსი მიღწეული თუ რა სისხლის დენა რას წარმოადგენს. აი უყურებთ, აქ არის 1, 2, 3, 4, 5, 6 წამყვანი დაწესებულება მიცვალებულში, რომელსაც სხვადასხვა დეფინიცია აქვს, მაგალითად მშობიარობის შედეგის სისხლის დენის. მშობლიურ გარდაცვის ორგანიზაცია ხედავთ სისხლის დანაკარგით 500-ზე ან 500-ის ტოლი მშობიარობიდან 24 საათის განმავლობაში. მძიმე PPH არის სისხლის დანაკარგი 1000 მილilitrზე მეტი მშობიარობიდან 24 საათის განმავლობაში. ბევრია ეს თუ არა? ვინც მუშაობს მეანობაში, გააჩნია რა შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ ძირითადად ეს გართულება ხდება პრეეკლამსიის დროს. რა არის პრეეკლამსია? ეს არის სისხლის ზავში და გიპოვოლემია შეიძლება ძალიან ცუდად დაგვირთავდეს ის 1000 მილილიტრის სისხლის დანაკარგი. ამერიკის მეანგინეკოლთა ასოციაცია ალბათ ვერავინ ვერ დაუდგება წინ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამერიკული მედიცინა არ არის მიჩნეული მსოფლიოში საუკეთესოდ. ეს იცოდეთ. მე-4 თუ მე-5 ადგილზეა. კუმულატიური სისხლის დანაკარგი 1000 მილilitrზე ან სისხლის დანაკარგი, რომელსაც თან ახლავს ჰიპოვოლემიის სიმპტომები. ან ნიშნები მშობიარობიდან 24 საათის განმავლობაში, მათ შორის ინტრანატოლოგის, ანუ მშობიარობის მეთოდის მიუხედავად. დიდი ბრიტანეთის მონაცემები მცირე PPH-ი არის 500-დან 1000 მილilitrამდე და მძიმე PPH-ი არის 1000 მილilitrზე მეტი. დიდი ჭარბის სისხლის დენა მოიცავს ზომიერ PPH 1000-დან 2000 მილilitrამდე, ანუ ჭარბია, მაგრამ ზომიერი მაინც და მძიმე 2 ლიტრაზე მეტი. მინდა გითხრათ, რომ 2 ლიტრაზე უკვე ფაქტიურად შეუცვლელი პროცესები შეიძლება დაიწყოს. ეს უკვე მექანიკური პრობლემებიდან მინდა გითხრათ, რომ მშობიარობაში თუ სხვა პრობლემები არ არსებობს, როგორი ტიპის გემოსტაზით ხორციელდება, მხოლოდ მექანიკური მეგობრებო, მენსტრუაციის დროს ჰორმონალური, მაგრამ მშობიარობაში სპირალური და ბაზალური არტერიები, რომელიც არის, იკუმშება, თრომბირდება და მექანიკურად ხდება გემოსტაზის წარმოქმნა. ამიტომ 200 მილილიტრი, 2000 მილილიტრი შეიძლება შემდეგ გადავიდეს რაში? უკვე არა მექანიკურ პრობლემებში, არამედ კოაგულოპათიურ სისხლდენებში. ამიტომ მაგის დაწევა უკვე რთულია. გამიგეთ? ამიტომ
ხოვთ რომ ეს ცოტა კრიტიკულად ავიქვათ. საერთაშორისო ექსპერტთა პანელი გვეუბნება რომ აქტიური სისხლის დენა რომელიც გრძელდება მშობიარობიდან 24 საათის განმავლობაში მიუხედავად ჩატარებული პირველი რიგის ინტერვენციის ტეროტონიკები და საშუალოს მასაჟი ეს არის EPH-ის დეფინიცია. შემდეგ კანადის ნებისმიერი სისხლის განმარტავი რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჰემოდინამიკურ სტაბილურობას და ბოლოს კალიფორნიის მონაცემები. სტადია ნულოვანი. ნებისმიერი მშობიარი შეიძლება იყოს PPH. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ მაგალითით რომ რაც არ უნდა ნორმალური იყოს, ეს უნდა განიხილებოდეს თუ დანაკარგი არის როგორც მშობიარობის შემდეგ სისხლის დენა, მაგრამ აქვე არის სტადიები. პირველი სტადია ეს დანაკარგი 500 მილლილიტრზე მეტრი ვაგინალური მშობიარობის შემდეგ და 1000 მილლილიტრზე მეტრი საკეისრო კვეთის შემდეგ. ან საციცოცხლო ნიშნების ცვლილება 15%-ზე მეტი. როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქცია? რაზე უნდა გააკეთოთ ორიენტაცია? წნევა არის აბსოლუტურად მიუღებადი. პულსი, წნევა ამიტომ ხო პულსი ბოლომდე კომპენსაცია ხდება მიკროცირკულაციის დარღვევა და პულსი გვაჩვენებს ყველაფერს. ცივი, ტახიკარდია, ტახიპნო. ეს არის ძირითადი ვიტალური ფუნქციები. და კიდევ ერთი არის თუ აგად დრო შარდის გამოყოფა. წნევას ამისთვის ორჯერ აქა გახსოვთ სემი არ გახსოვს ხათუნა რომ ჩავადარებ. არის კიდევ წნევას იძახეთ მე. თავს მოიკრავეთ. მშობიარობის შემდგომი სისხლის დენის სტანდარტული დეფინიცია და მნიშვნელობა. სტანდარტიზებულმა დეფინიციამ, რომელიც აღწერს PPH-ის სიმძიმის კატეგორიზაციას სისხლის დაკარგვის და სასიცოცხლო ნიშნების საფუძველზე, შესაძლებელია გაუმჯობესოს სამიანო სისხლის დენის დროული ამოცნობა და ადეკვატური ინტერვენციის. მნიშვნელოვანი პუნქტია თუ არა? ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, დროზე გამოიცნოს. დოხვაპია ექიმი არ უნდა იყოს. მეორე, დღეისათვის არ არსებობს უნივერსალური კონსენსუსი სამიანო სისხლის დენის სტადიების ასად განსაზღვრულ დეფინიციების შესახებ. თუმცა არსებობს კონსენსუსი ერთიანი ტერმინოლოგიის შესახებ, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალს შორის და სისხლის დენის მართვა მაგალითად სტადიაზე დაფუძნებული მიდგომა თითოეული სტადიის გამართება. ამას ჩვენ განვიხილავთ ცოტა მოგვიანებით, რა სტადიაზე რა უნდა გააკეთოს. 2017 წელს გამოვიდა სტანდარტიზირებული დეფინიცია კუმულატიური სისხლის დანაკარგი, რომელიც აღემატება 200 მილilitrს, ან სისხლის დანაკარგი, რომელსაც თან ახლავს ჰიპოვოლემიის სიმპტომები ან ნიშნები მშობიარობიდან 24 საათის განმავლობაში, მათ შორის ინტრაორალური მშობიარობის მეთოდის ან აქტივობის, თუმცა სისხლის დანაკარგი 500 მილilitrზე მეტრის ვაგინალური მშობიარობის შემდეგ
განიხილება, როგორც პათოლოგიური და მისი მართვა უნდა განხორციელდეს ადეკვატურად. ხო დაიმასურე. ეს არ არის ნორმა. შეიძლება საერთოდ არ შეიცვალოს ვიტალური ფუნქციებიც, მაგრამ თქვენ თუ ნახულობთ, რომ აქ უკვე არის 500 მილლილიტრზე ნაკლები, არ უნდა დამახვილოთ 159%. ხო, სწორი ვარ, გიორგი? მშობიარობის შემდეგი სისხლის დენა მძიმე PPH-ის დეფინიცია. სისხლის და სისხლის პროდუქტების მრავალი ერთეულის ტრანსფუზიის საჭიროება. ეს უკვე მძიმეა. თუ გჭირდება 2 და მეტი, ჩართულეთ, რომ აქ არის მძიმე PPH. ანგიოგრაფიული ემბოლიზაციის აქედან შორსა ვარ, იმიტომ რომ 40,000 ლარიღებს მაგალითად ამბულ საქართველოში ინსაკეთებს ამას და არც არის მანდამაინც ეფექტური სისხლის დენის ქირურგიული მართვის საჭიროება. ჩემო მეცნიერულ ამდენჯერმე გვაქვს, ამდენჯერმე კი არა საქმე ლომად ან ბებების სიკვდილი. ეს ყველა არის მძიმე PPH. ძალიან სწორი. აი ეს სლაიდი კარგად უნდა იცოდეთ. სიმძიმის კლასიფიკაცია. ხარისხი 0, ნებისმიერი მშობიარობა. პირველი ხარისხი. სისხლის დანაკარგი 500 მილლილიტრზე მეტი ვაგინალური მშობიარობის დროს. ანუ თქვენ ამამად შეგიძლიათ დაწეროთ დიაგნოზში, რომ დანაკარგი არის 620 მილილიტრი და აქ არის მშობიარობის შემდგომი სისხლის და თუ არ დაწერთ, არ იქნებით განათლებული. მეორე, სისხლის დანაკარგი 1000 მილლილიტრზე მეტი საკეისრო კვერპის შემდგომ. ან სასიცოცხლო ნიშნების ცვლილება 15%. Heart rate, ანუ უკაცრავად 15% თუ როგორა მაგალითად პულსის სიხშირე მიმატა 15%-ით ეს იგულისხმება. სასიცოცხლო ვიტალური მეტი. მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ აი უყურეთ ერთი პერიოდი ზურაბის და ანგლის გარდა ჩემთან ვერავინ შემოდიოდა. მე მაინც საქართველოს და ოპერაციაზე ამომყავს ბავშვი. რა ხდება ხოლმე ამ დროს? ძირითადი ემბოლიზაცია სანახაობო წყლებით თრომბოემბოლია ხდება ამ დროს. ანესთეზიოლოგი მას ებაასება ანესთეზისტას. არ შეიძლება ჩემო კარგი. კი ეს ძალიან იშვიათად არის, მაგრამ შენ თუ ამას არ უყურებ ვიტალურ ფუნქციას, იმიტომ გაქვს მონიტორი იქ. არის თუ არა პულსი? არის თუ არა სატურაცია? მაშინ რა გინდა ამ ოპერაციაზე? ამიტომ გეუბნებით, აი ეს არის ზუსტად სასიცოცხლო ნიშნები. არტერიული წნევა, სისხლის წნევა, blood pressure. ნაკლები 85 სისტოლურია და 45. სატურაცია თქვენ. ეს არის უკვე პირველი ხარისხი. მეორე ხარისხი სისხლის დენა, რომელიც გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გაქვს უკვე. გრძელდება ეს ოხელი სისხლდენა. ტოტალური სისხლის დანაკარგი ნაკლებია 1500-ზე. და ხარისხი მესამე ტოტალური სისხლის დანაკარგი მეტი 1500 მილლილიტრზე. ან 2 პაკეტი ერითროციტალური მასის ტრანსფუზია, ან არასტაბილური ვიტალური ნიშნები, ან ეჭვი დისემინირებულ ინტრავასკულარ კოაგულაციას. ანუ 2 ბეგი რო დაგჭირდება, რა არის ესა? მესამე ხარისხი შეიძლება უკვე შევაქციოდეთ პროცესებში გადავიდეთ. ანუ
დაპატიეთ, მაგრამ უნდა გეწოდეს გული, როდესაც შენ აკეთებ ოპერაციას და მიიყვან აქამდე. ყველა მკითხავს ნებისმიერი განათლებული შემოსული. რატომ მიიყვანო გამოსხონებული მესამე ხალისხი? აი უყურეთ, მე გითხარით, რომ ტრამატოლოგიიდან შემოიტანეს ზოგიერთი ცნება. ესეც იყო ბილეთებში და ძალიან თუთ მეაქციე 4 კლასის არის სისხლის დანაკარგის სიმძიმე. პირველი კლასის სიზდენა, სისხლის დანაკარგი სისხლის საერთო რაოდენობის 15%-ზე ვიანგარიშო დაახლოებით 5-5 15%-ზე მარტივი. შემდეგ არ ნორმალური არ მინიშნება ანუ ასიტარდია ან ნორმალური blood pressure და სუნთქვა არ არის შესული. თქვენ რო თქვით რომ წნევა არა ჩემო კარგი წნევა სულ ბოლოს ეცემა. ამიტომ უყურებ პირველი კლასის სიზდენა გვაქვს უკვე, როდესაც შეიძლება პულსიც ნორმალური იყოს. მაგრამ სისხლის დანაკარგი იყოს 15%-ზე ნაკლები. მეორე კლასის სიზდენა ეს არის სისხლის დანაკარგი 15-30%, ტახიკარდია 100-120 დარტყმა წუთში, ტახიკონოე 20-25, SBP რა არის თურქი? Systolic blood pressure, ანუ სისტოლური არტერიული წნევა. მინიმალურია. კანი შეიძლება იყოს ცივი და ფერფლი და შესაძლებელია კაპილარული აბსცესის შენება. შენიშნა ტახიკარდია, ტახიპნეა, სტაბილური SBP შესაძლებელია მიუთითებს კომპენსირებულ შოკზე და საჭიროებს სისხლის დენის პროტოკოლის სასწრაფო ამოქმედება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ობზერვაციულად სისხლის დანაკარგი მცირეა. ბევრმა ვერ გაიგებთ ამას, მაგრამ მე მინდა აკითხოთ გული და სული. აი კომპენსირებული როდის არის ეს მონაცემი? ვინ მეტყვის? კომპენსირებულია მაშინ, როცა ნელა-ნელა იკარგება. ორგანიზმი ასწრებს ამას, მაგრამ თუ ეს ჩვენგან ეგრეთ წოდებული massive hemorrhage, ანუ მასიურ დანაკარგთან, მაშინ ვერ ასწრებს. აქედან უკვე მოქმედებს აი მეორე კლასის სისხლის დანაკარგი გვაქვს. ანუ სისხლის დანაკარგის სიჩქარეზეც არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, რაოდენობაზეც, მაგრამ თუ ეს ნელა-ნელა მიდის და ეს ხშირად არის, მაშინ კომპენსირებულია. შენ მუშაობ ანესთეზიოლოგი თუ ვიცია ჩემტეს. იმიტომ რომ ისე გადავა შემდეგ იმაში, რომ ვერც გაიგე. ამიტომ ანესთეზიოლოგმა ისიც უნდა ნახოს, როგორი ინტენსიური სულ უყურე ზურავიდან, ასე არის ზურავი. იმიტომ რომ მუშაობ უნისოში, აი ვიცით რომ თვალებით გგებულობ. ამიტომ ძალიან გთხოვთ ამას მეაქციეთ რა. თუ კომპენსირებულია სისხლის დენა, მაშინ და ნელა-ნელა კარგავს, შეიძლება ეს სიმპტომები არ ჰქონდეს სულად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიწყოთ უკვე. დავიწყოთ, უნდა აუცილებლად, თორე ეს შემდეგ გადავა აუცილებლად უფრო ძლიერ შოკში. აპატია ცოტა ძალიან აქტიური თემაა რა, ძალიან რთული, ძალიან აქტიური და ცოტა მეც მინდა რომ ყველაფერი გაიგოს. მესამე კლასის სიზდენა. სისხლის დანაკარგი უკვე არის 30-40%.
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. Systolic blood pressure არის 90 ვერცხლის კისვეთზე ნაკლები. მეტალური სტაციური შეცვლილია. რა თქმა უნდა, ეს თუ ნარკოში ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ სხვა რამეს ხო გაიგებთ, უკვე 120-ზე ატლები ან დუდრიცანი. ეს არის როგორ გითხრათ, მიწევიდნენ, რაფერა ქართულად. დაფიქსებული პულსი. ამასაც უნდა მოკიდოს ხელი. თუ ქირურგს არ შეუძლია, ანესთეზიოლოგმა უნდა მოკიდოს. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აი როგორც დაზვერვაზე რომ მიდიხარ, ისე ხარ რა. თუ შენს გვერდზე კარგი ანესთეზიოლოგიური ბრიგადა, კარგი ნეონატოლოგიური ბრიგადა, რა ოპერაციაში რა უნდა შეხდეს. აი რა ზოგჯერ თვალი რო დახუჭო, ისიც გააკეთებ, ხო? მაგრამ გუნდია მთავარი, გუნდი. გამოყოფილი შარდის რაოდენობის დაქვეითება. მესამე კლასში და კაპილარული არსების შენობები. ანრი სულ უყურებს შარდს. იმიტომ რომ სულ მდგომარეობაში ვარ. თუ სადმე მიანობაში რამე გართულდა, მედინაში წავ. მართლიციდან აგერაღათ მე მესამე დონიდან. ამიტომ ხშირად გვაქვს ასეთი შემთხვევა. და მეოთხე კლასის ეს უკვე სისხლის დანაკარგი მეტია 40%-ზე.